და განსაკუთრებით სულ ახლო წარსულში, აი ახლა 1 წელიც არ გასულა, რამდენიმე თვე გავიდა, მხოლოდ ძალიან ახლო წარსულში ბატონმა გურამ აფსანძემ, რომელიც ვიცე-სპიკერი იყო ზვიადგამსახურდიას სიცოცხლეში და ასევე ფინანსთა მინისტრი. შემდეგ ნაციონალების პერიოდში იყო სახელმწიფო მინისტრი. ხო, სახელმწიფო მიშა სააკაშვილის დროს. იქ მორჩა მაგისი მინისტრობა, როდესაც ის გახდა სააკაშვილის მინისტრი. იქ მორჩა ის დარჩენილი სხვა წაიშალა იქ ყველაფერი. თუმცა მაშინ ყოფილა მაგი ვიცე-პრემიერი როგორც ამბობენ. ხო. არ ყოფილა. ის წაყვათან იმას რა ქვია? ასათიანს? არა, ასათიანს კი არა. სიგუას. ხო. სიგუას დროს იყო ის პრემიერ-მინისტრი სიგუადი, ახლა განუდგა სიგუას დროს იყო ის ფინანსთა მინისტრი, მერე ის განთავისუფლდა, მაგაზე ბრძოლა მერე არ დაწერილა, თუმცა ცდილობდა შეეძინა სხვადასხვა ადგილას თავი, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ თვითონ დარჩა როგორც იტყვიან აფსაიდში. ცდილობდა ისე, რომ მიეღო რაღაცნაირი სარგებელი ალბათ. თორემ ეროვნული მაგაში არაფერი არ იყო. ეროვნული ინტერესების დამცველი ხალხი სულ სხვა არის. და ის არ ცდილობს, რომ განდიდებისათვის რაღაცას. ეროვნული ინტერესების დამცველი ხალხი ჩვენში ძალიან ბევრი იყო, მაგრამ არ იყო მებრძოლი. და ის ყველა ისინი აღიქვამდნენ თავისებურად აღიქვამდნენ ამას. გურამი აფსანძე რომ სიგუას იმის გაგვა, მე მოიტანა ჟიადისთან თავი, მე იმასთან მოიტანა, ცდილობდა რაღაცას, მაგრამ არც ერთხელ მაგაზე საერთოდ ბრძოლა არ დაწერილა. ამის შესახებ, მინისტრობის შესახებ. ახლა რა გვინდა? ჩვენ გვინდა გავარკვიოთ სიმართლე, რა იყოს ეს. აი და რატო არ დაგავიწყდეთ თქვენ, რატო წამოვწიე ახლა გურამ აფსანძით, რატო დავიწყე და არა თქვენით? იმიტომ რომ სულ ახლა ხანს აი ამისი თქმა მინდოდა, მან შექმნა, აღადგინა ეროვნული მთავრობა. და ყრილობა ჩაატარა და ასე შემდეგ. ახლა ეს ვიცით, ხო? აი, ხო და მე ვერ ვეტები ჩემს იმაზე. არა, ჩვენ საზღვრელი გვაქვს, ახლა თუ რაღაც არის და ვერ ვეტები შემდეგ, როცა დაიწყება მტყვილის ლაპარაკი, რომ ახლა იმან ყრილობა ჩაატარა, სად ჩაატარა ყრილობა? როგორ ჩაატარა? აი ეს მაინტერესებს. არაფერი ჩაატარა, იქ ვიყავი, იქ იყო ისე და თქვენც ესწრებოდით ამას? არაფერი არ იყო, ყრილობა არ იყო. აბა რა იყო? გურამ აფსანძეს რაღაც ვუტყუდი. თორემ არანაირი ყრილობა იქ არ განხორციელებულა. იქ იყო შეიკრიბა ხალხი, მერე თვითონ პროვოცირება უნდა ჩვენ უნდა თვითონ შეგვემტრია კარი, შეგველეცა კარი და მე ჩვენ აგვიღო ამის პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ გვიხსენეთ, რომ ჩვენ ყრილობა ჩატარდებოდა ზავაში. შევიდოდით, მაგრამ იქ კარი არ გავიღო, თურმე 4 დღეზე ასწოდიათ, რომ კარსავავინ არ გავუგებდა მაშინ, აზე მოგვიტყვიეს იქ რა იყო. და რანაირი ის არ იყო იქ, ყრილობა არ ჩატარებულა. და როცა ეს კეთდება, კანონიერ ხელისუფლებას ადგენაზე ცდილობ კაცი და როგორ გინდა შენ რომ აი ესეც რომ რაღაც ხრიკებით ჩაატარო. ეს უნდა იყოს ღია და საყოველთაო. როგორ შეიძლება ხელისუფლება საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას აღადგენ კანონიერ ხელისუფლებას და ესეც ჩერგებში და ბუჩქებში და
ეს უნდა იყოს ღია და აშკარა. და დასავალი რა იყო აქ? ვის უმალავდა? გასაგებია და არანაირი დასამალის არ ყოფილა. ეს იყო აშკარა და ღია. თუნდაც ღია სიშვე ჩატარებული იყო. მაგრამ ის ჩატარებულა. და ამიტომ ახლა რომ მე მოზის ყველას გული. ის თქვათ რაც იყო, ჩატარდა თუ არა, ჩატარდა თუ არა კლუბა და ყავდა იქ თუ არა დელეგატები და აი ეს არის საქმე. აი ეს მაინტერესებს მეც და გვაინტერესებს ჩვენ რომ ყავდა თუ არა დელეგატები. ეხლა ბატონი ვახტანგ ლოთიკობალია მე მის ბიოგრაფიული შტრიხებიდან ერთი გამომჩა, ოღონდ კი არ გამომჩა, შეგნებულად შემოვიტოვე აი ამ მომენტისთვის, რომ უკვე წლებია ბატონმა ვახტანგმა ჩამოაყალიბა თავის თანამოაზრეებთან ერთად, თავის ეროვნულ გვარდიელებთან ერთად ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდიის ეს ვეტერანთა კავშირი, ხო? იცით, როდესაც აი ამ პატარა საქართველოში ყველაფერს ეროვნული ეწოდა, მაგრამ არაფერი ეროვნული არ ხდება და პირიქით დაგსაქსულია და აი ამ პატარა საქართველოში, რომელიც ძირითადად უცხოელებმა დაიკავეს ვიღაცებმა ჩამოსულებმა ზოგი არალეგალურად არის ჩამოსული, ზოგი ლეგალურად ბატონი ვახტანგ ქობალია და გურამ აფსანძე, რომელიც იმ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, აი აქაც დაგსაქსვა მოხდა და აი ვის რა მოხდა იქ სინამდვილეში, რა ხდება და როგორ უნდა წარიმართოს სიტუაცია, მე ძალიან მინდა ბატონმა ვახტანგმა აი აქედან დაიწყოს მოყოლა და მე აუცილებლად უნდა ვკითხო, ვინ უღალატა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გურამ აფსანძემ თავისი წილი ღალატით თუ ვახტანგ ლოთიკობალიამ, რომელმაც ზვიად გამსახურდია მიატოვა აფხაზეთში.